კეთილი აბა საღამოშიდობის ძალიან სასიამოვნოა თქვენთან ერთად ყოფნა სიმართლე გითხრათ ერთი პირობა კიდეც გამიხარდა რა კარი წვიმა მოდის არავინ არ მოვამეთქი მაგრამ გაბედულები ყოფილხართ ძალიან ისეთი ამენდი იყო რომ ადამიანს არ აფიქრებდა მანდამაინც ლექსების მოსმენას ან მინიატურების მოსმენას. თუმცა რაც ახლა ხდება ეს რასაკვირველი არის დღესასწაული ამ წიგნისთვის, მისი პერსონაჟებისთვის, ანუ ჩემთვის. თქვენ ხართ ჩემი დღესასწაული, მადლობა მინდა გითხრათ ამისთვის და პირდაპირ გადავიდეთ ახლა მოდით ჩვენ საქმეზე. ეს წიგნი, რომელიც მე მინდა დღეს წარმოგიდგინოთ და რომელსაც ქვია სიტყვებით ცაზე, რამდენიმე მომენტს გულისხმობს. ვეცდები რომ მოკლედ ავხსნა ინსპირაცია ამ წიგნის. ეს წიგნი დაიწერა დაახლოებით 1 წლის განმავლობაში და იწერებოდა ყოველ დღე. და რა არის ინსპირაცია წიგნის? პირველ რიგში მე მაინტერესებს ის რაც ადამიანს ადამიანად ქმნის. ჩემთვის პირადად ეს ყველაზე მეტად საინტერესოა. ერთხელ უილიამ ფოლკნერმა თქვა, როდესაც ნობელის პრემიის ცერემონიაზე სიტყვით გამოდიოდა, რომ აღწერის ღირსი არისო მხოლოდ ადამიანის გულის ჭიდილი საკუთარ თავთან. როგორ უნდა გაიგოს კაცმა ეს? მილიარდნაირად. ეს გულის ჭიდილი ბევრნაირია. ხან სევდიანი, ხან ნაღვლიანი, ხან სიხარულიანი, ხან გაბრაზებული. ხან ისეთი, რასაც სახელი არ აქვს. რომ გითხარით წეგან, ადამიანში, ადამიანურობა, მაინტერესებს მეთქი. სამ რამეს გულისხმობ. მე ბიბლია მიყვარს და ვაღიარებ მას. ბიბლიაში წერია, რომ ღმერთმა თითოეული ჩვენგანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა. და რას ნიშნავს ესა? სამ რამეს. პირველი, ეს არის სიყვარული. ვისშიც სიყვარული არ არის, იმაში არც ღმერთია და არც კაცი. მეორე, ეს არის თავისუფალი ნება. ამ წიგნში თქვენ ერთი-ორ მინიატურას შეხვდებით, რომელიც ამ თემას ეხება. შეიძლება ერთი-ორი ნიმუში, რამდენიმეც მე წაგიკითხოთ და ნახავთ, რომ თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა, საიმისოდ რომ ზედაპირულად შეხედოს ვინმე. ეგზისტენციალისტები ამბობენ, რომ ადამიანი დაწყევლილია თავისუფლებითო. როდესაც ჩემს მოსწავლეებს ან სტუდენტებს ამაზე ვესაუბრები, ხანდახან უკვირთ ხოლმე. როგორ შეიძლება დაწყევლილი იყოს ის, რის გამოც ადამიანი თავს წირავს საუკუნეთა განმავლობაში. მაგრამ იმ თავისუფლებას პასუხისმგებლობა ახლავს და ეს პასუხისმგებლობა ძალიან ბევრს არ უყვარს. და მესამე, ეს არის შემოქმედება. რა უცნაურია რა, რომ ღმერთმა ადამიანი ბიბლიის თანახმად შექმნა მე-6 დღეს. მან დაასრულა შემოქმედება და შექმნა შემოქმედი. მისი საქმის გამგრძელებელი. ანუ თუ ჩვენ გვაინტერესებს ადამიანი, პირველ რიგში ჩვენ გვაინტერესებს სამი განზომილება. სიყვარული, თავისუფლება და შემოქმედება. ამ წიგნში სადაც მინიატურას შეხვდებით, სადაც პოეტურ მოთხრობას შეხვდებით, სადაც მე ძალიან მიყვარს მცირე ფორმა პროზაშიც და პოეზიაშიც, სადაც იაპონური ტიპის სტანკას შეხვდებით, ან ჰაიკუს შეხვდებით, ჰაიკუ ქართულად ასე დავარქვი მე და ერთ-ერთმა მომწერა ეს ჰაიკუ ქართულად რა არისო და არაფერი, პირობითია. ნამდვილი ჰაიკუ როგორ ჟღერს იაპონურად მე არ ვიცი. მაგრამ ის კი ვიცი, რომ ტანკაც და ჰაიკუც ძალიან მუსიკალურია იქ, ამის გადამოღება ქართულ ენაზე შეუძლებელია.
მეორე რაც მე მინდა ვთქვა ეს არის ის რომ მე მაინტერესებს ადამიანი და მაინტერესებს ადამიანში დრო რომ თლიანია ადამიანში ეს მაინტერესებს ეს ჩვენ დავყავით დრო წარსულად აწმყოთ და მომავლად მოსახერხებელია ასე გუშინ ეს ვქენი დღეს ამას ვიზამ და ხვალ კიდე ამას გავაკეთებ ეს ყველაფერიც დროსთან დაკავშირებული რამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომაც არის რომ სამყაროს აღქმის მოდუს უკავშირდება ძალიან მარტივად გეტყვით იმიტომ რომ ჩქარობ რომ ეს წიგნი გაგაცნოთ და მიკვირს ძალიან რომ სამყაროს აღქმის ბიბლიური მოდელი ქართულ ლიტერატურის მცოდნეობაში თითქმის არ არის ანგარიშგასაწევად წარმოდგენილი. გამციფრებული ვარ ამით სიმართლე რო გითხრათ. მოდი ერთი წამი ამ ამბავს დავუთმოთ ჩვენ. ანტიკური სამყარო ყველაფერს ამას რაც ჩვენს გარშემო ხდება, ჩვენს ცხოვრებას წარმოიდგენდა წრედ. ადამიანი არის ამ წრეში, ჭრედს ამ წრეს წარმოიდგენს საკუთარ თავს წრეში, რომელიც იმდენად ისტორია არ არის, რამდენადაც სწრაფადვე გარდაქმნილი მითში ისტორიული ფაქტი. ჭრეტელია ანტიკური სამყაროს ადამიანი. ბიბლიური ადამიანი ასეთი არ არის. ბიბლიური ადამიანისთვის სამყარო არ არის სტატიკური წრე. მისთვის სამყარო არის მდინარე. თან მიზნობრივი მდინარეა. გახსოვთ ყველას. იესო ამბობს: მე ვარ ანი და ჰოე. მე ვარ დასაწყისი და დასასრული. ჩვენ სადავართ იცით შუაში ამ ამბის. შუაში არის ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო. აი სამყაროს შექმნის პირველი წამი. და იმ წამის შემდეგ ეს მდინარე, დიდი მდინარე ტელეოლოგიურად მეცნიერებს უყვართ თქმა, ანუ მიზნობრივად მოდის ისევ ღმერთისკენ. და ამ ნაკადში ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება. არაფერია ისეთი, არც ერთი წვეთი ამ მდინარის არ არის ისეთი, რომელიც არ გულისხმობდეს აბსოლუტურად ყველა სხვა წვეთს. ამის გენიალურად გადმომცემი არის ჩვენი დიდებული დავით გორამიშვილი. თელი დავითიანი ამის მაგალითია. ეს შორს წაგვიყვანს ეს საუბარი და ახლა არ ვიტყვი, მაგრამ ერთ ლექსს გავიხსენებ. ადამის საჩივარი ჰქვია ამ ლექსს. ადამი იწყებს ლაპარაკს და გვიყვება ჩვენ რა მოუვიდა მას. როგორ შექმნა ღმერთმა, როგორ შესწოდა, როგორ გამოაგდეს მე 60-დან და ასე შემდეგ. და სად ენაცვლება თვითონ დავით გურამიშვილის სათქმელი ადამიანის სათქმელს ვერც კი გაარკვევთ. მე არ მიკვირს, როდესაც დავით გურამიშვილი ლაპარაკობს დავითიანში, გაგიკვირდებათ და როგორც ღვთისმშობელი, როგორც იესო, როგორც რომელიღაცა მეფე, როგორც უბრალო მწყემსი, როგორც უბრალოდ ადამიანი, როგორც ნებისმიერი ვინმე. იმიტომ რომ მასში სრულად ზის ბიბლიური აღქმა ამ სამყაროს. ამას ვიაკეთებს ბარათაშვილი თავის გენიალურ მერანში. სულ მეკითხებიან ხოლმე, როგორ ფიქრობ შენ? რას გულისხმობს ბარათაშვილი მერანში? ჩემი აზრით ძალიან კარგ რამეს გულისხმობს. სამწუხაროდ ახლა ამაზე ვერ ვისაუბრებთ. და ასევე ილია ჭავჭავაძე თავის აჩრდილში, რომელიც მე მგონია რომ ძალიან უსაფუძვლოდ ამოიღეს სასკოლო პროგრამიდან. იმ აჩრდილში, აი ეს კაცი რო არის, მარად და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა, ზოგ ხელნაწერშია მე ვალ შენთან, ანუ შენთან ერთად მოვდივარო. აი ეს არის ბიბლიური კაცი. ის არის კაცი, რომელსაც მე უწოდებ ოლამურ კაცს. რატომ იცით? ანტიკურ სამყაროს ქვია კოსმოსი. პითაგორამ შეარქვა ესა. და ებრაულ სამყაროს, აი მდინარეს ქვია ოლამი. ზურაბ კიკნაძე ამბობდა ტრანსკრიფციით. ყოლამ. აი ეს არის, ეს მდინარე, მოძრავი სამყარო. ინდურ რელიგიებში
სამყარო იქმნება და კვდება, იქმნება და ქრება, იქმნება და სრულდება და ამას ქვია ბრაჰმას დღეები და ღამეები. ბრაჰმას დღე დაიბადა სამყარო, ბრაჰმას ღამე დასრულდა სამყარო. ბიბლიაში ეს ერთჯერადი ამბავია. მესამე რაც მე მაინტერესებს აქა. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ყველა ამ ტექსტს თავისი საზრისი აქვს და თავისი სათქმელი აქვს. არც ერთი სტრიქონი აქ არ არის უსაზრისო და არც ერთი სტრიქონი აქ არ არის ისეთი, რომელზეც მე არ მეფიქროს, როდესაც ჩემს ცოდნას ვიძენდი ან ვაფართოებდი. მე მაინტერესებს რა არის განვითარება ადამიანის. ოღონდ მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ადამიანის განვითარება არ გულისხმობს მის გადაგვარებას. როდესაც რაღაცას ანვითარებ, ან ვიღაცას მით უმეტეს, კარგად უნდა გაისარჯო, რომ ის ვიღაცან რაღაცა არ დაგეკარგოს ამ განვითარებაში. თქვენ ადვილად ხვდებით, რასაც გულისხმობ მე. მეოთხე, რაც მე მაინტერესებს, არის ის, რომ თავისუფლება უნდა სიკეთეს ქმნიდეს. სხვა ტიპის თავისუფლებაც არსებობს. იცით როგორი ძლიერია ცდუნება, რომ თავისუფლება ვერ გაიაზრო კარგად. ძალიან დიდია ამის ცდუნება და ბევრი წამოეგო ამ ანკეს. ძალიან ბევრი. სახიფათოდ ბევრი წამოეგო ამ ანკეს. ერთხელ მე მინდოდა რომ მომესინჯა და გამეგო მაინც რა პროცენტი წამოეგო ამ ანკეს. და ერთ მოზრდილ აუდიტორიაში ერთი შესაძლოა მკრეხელური ბრჭყალებში კითხვა დავსვი. ვინ არის მეთქი თქვენი აზრით ის, ვინც პირველმა გაიბრძოლა თავისუფლებისთვის? ზოგმა ვინ დაასახელა, ზოგმა ვინ. მე ისე რომ მე მაინც და მაინც ამაში მონაწილეობა არ მიმიღია, თუმცა ვიზრუნე რომ ერთი ნაპერწკალი ანთებულიყო ამ თვალსაზრისით, ერთმა თქვა რომ ეს შეიძლება იყოს ლუციფერი, სინათლის მთავარ ანგელოზი, რომელიც მერე ეშმაკად გადაიქცა. რა უცნაური ინტერპრეტაციაა რა, ეშმაკი, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის. ასე ადამიც და ევაც, როდესაც შესწოდეს მათ თავისუფლებისთვის მებრძოლები გამოდიან. ძალიან დაშორებულია ერთმანეთისგან ორი სიტყვა, თავისუფლება და ურჩობა. ამ თემასაც ვეხები ხოლმე ხანდახან. თუმცა დარწმუნებული ვარ იმაში, რა თქმა უნდა, რომ არასდროს არ უნდა წახვიდე ისე, რომ უკან დაბრუნების შესაძლებლობა არ გქონდეს. თავისუფლება ამას გულისხმობს, ჩემი აზრით, პირველ რიგში. ეხლა ძალიან რომ არ გამიგრძელდეს მე ეს რაღაცა თეორიული შესავალი. მოდი პირდაპირ მე გაგაცნობ თქვენ რამდენიმე ნიმუშს ამ წიგნიდან, რომ თქვენ რაღაცა სურნელი შეიგრძნოთ ყველაფერ იმისა, რაც მე უკვე გითხარით. მინიატურებით დავიწყოთ, მოდით. დიალოგი. მე თქვენ გხედავთ. ეს საოცრებაა. თქვენ ყველაზე მშვენიერი ხართ. გმადლობთ, ახალგაზრდაო, ალბათ აჭარბებთ. მსგავსი მშვენიერება წარმოუდგენელია. ხუმრობთ არა? ღმერთო, რა სილამაზეა. შეწყვიტეთ ახლავე, ნუ თუ არ გესმით, რომ ეს ყველაზე ცოტა უხერხულია. რა თქმა უნდა, ასე არ არის. თქვენ ყველაზე მომხიბვლელი ქალი ხართ. უცნობებს ასე არ ელაპარაკებიან. მართალიც რომ იყოთ. სამდე მართალი ვარ. და რა იცით, რომ უსინდისოდ არ იტყუებით? ახლა არ შეიძლება ვიტყუებოდე. ვითომ რატომ? მე ბრმა ვარ. ეს არის პირველი მინიატურა, რომელიც მე მინდოდა თქვენთვის გამეცნო.
ახლა მოდი ნახოთ მეორე. აი სიტყვები ცაზე. ეს არის მინიატურა, რომელიც სათაურად გამოვიდა მერე მთელი ამ გამოცემის. უკაცრავად. კი, მაგრამ ცაზე რატომ იწერება ასეთი მშვენიერი სიტყვები? ეს ჩემი სულის ცა. მე რატომ ან როგორ ვხედავ? გულის თვალებით. გულს თვალები აქვს. 1000 თვალი აქვს. მისი დაუნახავი არაფერი, არც ხილული, არც უხილავი. ცაზე რაც წერია. ჩემია. სხვა გული მაგ სიტყვებს ვერ დაინახავს. იმიტომ რომ ჩემთვის დაწერე. დიახ, ასია. გინდა წაგიკითხო, რა დაწერე ჩემთვის? ხო, მინდა. უკეთესი ხმა ამ სიტყვებს ვერასდროს წარმოთქვამს. გიგითხავ. სანამ სამყაროს ქვიშის საათის ბოლო მარცვალიც არ ჩამოიცლება, მე არ შევწყვეტ შენს მზერას. შენგან ნათქვამი დაწერილზე უკეთესია. ჩემთვის ასეთი სიტყვები არასდროს უთქვამთ. არც მე მithქვამს აქამდე არავისთვის. დღესთან ახლოს ზღვის პირას საარაკოთ ლურჯი ცის ქვეშ ორი რობოტი ლაპარაკობდა. მათ მალე სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდა უნდა ჩაებარებინათ. თემა კი ასეთი იყო: როგორ ესმოდათ სიყვარული ადამიანებს. შემდეგი მინიატურა არის წიგნიდან, რომელიც მე რამდენიმე წლის წინ გამოვეცი. ის წიგნით შესულია ამ გამოცემაში, რომელიც ხელთ მაქვს ახლა და მას ქვია მძიმე და მსუბუქი და იქიდან წაგიკითხავთ მე თქვენ ერთ-ორ მინიატურას. მე მგონი უნდა ვიპოვო წესით ეს. პირველ მინიატურას, რომელსაც მე თქვენ გაგაცნობთ, ჰქვია ბერი. იმედი მაქვს, რომ მალე ვიპოვე ახლა. ხო, აი 253 გვერდზე ყოფილა. ბერი. მონასტრის სენაკში ახალგაზრდა ბერი ხის დაბალ მაგიდასთან იჯდა და რაღაცას წერდა. ნელა მუშაობდა. განსაკუთრებული ყურადღებითა და მონდომებით გამოჰყავდა ასოები ეტრატზე. რაღაცას თავისთვის ბუტბუტერდა. ეს ლოცვას გავდა, მაგრამ ლოცვა არ იყო. ერთხანს გაირინდა, მერე გაეღიმა და თქვა: ეს ბოლოს ტრიქონია. ტარიელ მისცა რუსთველსა, მისთვის ცრემლ შეუშრობელსა. ახსრულდა. ბერი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სწორედ ვეფხისტყაოსნის ახალ პირს აკეთებდა. მთელი ტექსტი ზეპირად გადაწერა. მისი სენაკი რუსთველის სულით, ფიქრითა და განწყობით იყო სავსე. ბერი ბედნიერების ჰაერით სუნთქავდა. ახალგაზრდა იყო, მაგრამ გრძნობდა, რომ შესაძლოა მთელი ცხოვრების მთავარ საქმეს ახლა აღასრულებდა. ასე დროს ადამიანები ფიქრობენ, რომ ტყუილად არ გაჩენილან წუთისოფელში. ბერმა პოემის ახალ პირს ხელი გადაუსვა. სიტყვები ცოცხლებივით უმზერდნენ. მოულოდნელად ხმა შემოესმა. რას აკეთებ, შვილო? წინამძღვარი იყო. დიდს არაფერს, მამაო, შრომობ რაღაცას. ლოცვებს მიღმა გარეთ არ გამოდიხარ რახანია. მაჩვენე ერთი ეგ შენი რაღაცა. წინამძღვარი მაგიდას მიუახლოვდა და ბერის ნამუშევარს დახედა. ისევ კუშტად იკითხა მოსულმა. ხომ გაგაფრთხილეთ, რომ აღარ გექნა ეს? დიახ, მამაო, მორჩილად უპასუხა ახალგაზრდა კაცმა. ისიც ხომ გითხარით, რომ ეს ღვთის სათნო საქმე არ არის? დიახ, მამაო,
თავისუფლება ღმერთის საწინააღმდეგოდ ადამიანმა არ უნდა გამოიყენოს. ეს არ უწყოდა რუსთველმა, გააგრძელა წინამძღვარმა. ჩვენი წინაპრები ამას ხვდებოდნენ და ამიტომ არ მოუხსენებია ეს კაცი ქართლის ცხოვრებას. ისინი ძალიან გონიერი ადამიანები იყვნენ. როგორ ფიქრობ? ცდებოდნენ? ხანდახან ყველა ცდება, მამაო. ამ პარტავნების ცოდვაში ჩავარდნილ ხარ, შვილო. სწორედ ეგ წიგნი უბიძგებს მაგ მხარეს ახალგაზრდა სულებს. ამიტომაც არის სახიფათო და არ უნდა გადაგეწერა. თან მეოთხედ. ამასაც ის ბედიელის, რაც წინა სამს, საკუთარი ხელით დაწვავ. ცოდვას თუ ჩაიდენ, გამოსყიდვაც უნდა შეგეძლოს. სულ რამდენიმე წუთის შემდეგ წინამძღვარმა მონასტრის ყველა ბერი შეკრიბა და უთხრა. ისევ ის წიგნი გადაწერა. სასჯელი იგივეა. კვლავ საკუთარი ხელით გაანადგურებს იმას, რაც სოდვილი განწყობით შექმნა. ჩვენი სამართალი მკაცრია და სამართლიანი. ფუჭი ან ცოდვიანი შრომა სიკეთე არ არის და უნდა მოიძირკოს. ეს წიგნი ადამიანებს იმას ასწავლის, რაც თავისუფლებასა და სიყვარულს ეშმაკის კერძად ხდის და არა ღვთისწყალობად. უნდა დაიწვას. განმწმენდელ ცეცხლს მიეცეს. ჟობს ჩვენმა ძმამ ახლა ეს დაწვას, ვიდრე შემდეგ ჯოჯოხეთის ცეცხლს ეზიაროს თავად. მართალია და უდასტურეს ბერებმა, მხოლოდ რამდენიმეს არ მოუღია ხმა. ისინი გადამწერს შესცქეროდნენ და თვალებში სინანულის ფერი ედგათ. გემორჩილებით, წყნარად თქვა ახალგაზრდა ბერმა, მომეცით ცეცხლი. მიეცით, ბრძანა წინამძღვარმა. ცოტა ხნის შემდეგ რამდენიმე თვის რუდუნება აალდა. ცოცხალის სიტყვები ტანჯვით იკლაკნებოდნენ განმწმენდელ ცეცხლში. ყველა მდუმარეთ უყურებდა, როგორ იწვოდა ვეფხის ტყავსანი. კიდევ რამდენიმე წუთში მისგან ფერფლიღა დარჩა. ბერები საუბრით დაიშალნენ. რა უცნაური კაცია. მე რამდენად აკეთებს ამას? არ ეზარება მაინც? ზოგიერთები კი ისევ ჩუმად იდგნენ და არაფერს ამბობდნენ. ერთმა დასჯილს ხელი დაადო მხარზე ერთხანს და მერე თანამგრძნობი ღიმილით გაშორდა. ბოლოს ყველა წავიდა და ახალგაზრდა ბერი მარტო დარჩა. თუმცა მთლად მარტოც არა. მას უკვე ელანდებოდა ეტრატი, კალამი და პირველი სიტყვები, რომელმან შექმნა სამყარო. დანამდვილებით იცოდა, რომ მეხუთედაც გადაწერდა ეტრატის თუნდაც რამდენიმე წუთი სიცოცხლისათვის. ახლა მე მინდა წაგიკითხო თქვენ ისევ იმ კრებულიდან, რომელსაც ქვია ძიმე და მსუბუქი, ის მოთხრობა, რომლის გამოც დაერქვა იმ კრებულს ასეთი სათაურის სახელწოდება ასეთი აქვს. ძიმე და მსუბუქი. გოგონა 12 წლის იყო და ძალიან ეშინოდა. სიკვდილის გაცილებით უფროსებსაც შეშინებიათ. მას თავისი ძმის ცხედარი უნდა მოეპარა და დაემარხა, როგორც ქრისტიანთა წესია. ის 2 დღის წინ მოკლა მისივე ორმა მეგობარმა. ახალი სახელმწიფოს კაცები დიდი ხნის განმავლობაში დასდევდნენ. ყველგან მახე დაუგეს. ყველა მოისყიდეს. რათა საბჭოელებთან დაუძინებელი მებრძოლი და პოეტი გაენადგურებინათ. შეურიგებელ ქართულ სულს რომ განასახიერებდა. ბოლოს რომ ნახა ძმა, მისი ნათქვამი დაამახსოვრდა. არაფერი გაგიკვირდეს და არაფრის შეგეშინდეს. ეს ცხოვრება და მასში მოულოდნელობები არ არსებობს. არც რა ისეთი მძიმე მსუბუქიც რომ არ იყოს. შვიდად ლაპარაკობდა და უღიმოდა. მერე რა რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე სიკვდილი ელოდა. მისთვის ეს არაფერს ნიშნავდა. თავზე ხელი გადაუსვა, მერე გულში ჩაიხუტა
და ერთხანს ასე იდგნენ სოფელშიც და მის მიღმაც. როგორ არ ცდილობდნენ სამაგალითოდ დაესაჯათ, სული მოედრიგათ, დაემცირებინათ, სულაც გაეტალახებინათ, მაგრამ მიხა ხელაშვილი მოუხელთებელი აღმოჩნდა. ვერც ღალატი მიეკარა და ვერც ტყვია. ვაშკაცობა და სიფრთხილე ერთმანეთს გადაენასკვა და ეს ნასკვი ბედს დასცინოდა. ამ კაცის ცხოვრება 20 წელზე ცოტა მეც რომ ითვლიდა, თავისუფლების დამთრგუნველ ახალ ქვეყანას ფეხებშიც ებლანდებოდა და სულშიც. ადამიანის საბჭოურ სტანდარტს ის ყოველდღე ამსხვრევდა და ამ ბობოქარ და ამავე დროს მშვიდ შეურიგებლობას ვერავინ აჩერებდა. გოგონა გრძნობდა, რომ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. ყველა და ყველაფერი მისი ძმის წინააღმდეგ ამხედრდა და მოსპობით ემუქრებოდა. მუდმივად ესმოდა, რომ მიხა ბედზე გადაურჩა სიკვდილს. იქ შემთხვევა იხსნა, აქ ვაშკაცობამ, სხვაგან კი სიფრთხილე. ყოველი ახალი დღე მწარე მოლოდინით იწყებოდა და თუ უმსხვერპლოდ მთავრდებოდა, გოგონასთვის ბედნიერება იყო. ამიტომაც ღამე შეუყვარდა. ძილში უფრო მშვიდად გრძნობდა თავს, ვიდრე ღვიძლში. იმ დილას მისი მეგობარი ბიჭი რომ შემოვიდა ოთახში და ცრემლის დამალვა სცადა, დის გულმა ყველაფერი უცბად შეიტყო და წამიერად განიცადა. ამდენი ხნის მოლოდინი აუბედითად აღსრულდა. სად არის? არა ადამიანური სიკერპით ჰკითხა შემოსულს. სოფლის ცენტრში მოუყვანიათ, უპასუხა ბიჭმა. გუშინ მოუკლავთ. ახლა ყველას დასანახად დაუგდიათ, თუმცა მცველები დაუყენებიათ და ახლოს არავის უშვებენ. არ დავმარხავთო, იმუქრებიან. კარგი, თქვა გოგონამ. ეს სიტყვა გადაწყვეტილებას ნიშნავდა. მომეხმარები? მოგეხმარები, მშვიდად უპასუხა ბიჭმა. ღამით ისინი დიდი სიფრთხილით მიუახლოვდნენ სოფლის ცენტრს. მიხა ხელაშვილის ცხედარი ისევ იქ იყო, სადაც მილიციელებმა დააგდეს. სამი კაცი ყარაულობდა, ორს ეძინა, ერთი შედარებით ფხიზლად იყო. ის ვინც ლექსო ამოქთქომ დაწერა მკვდარი იყო, მას ისინი დარაჯობდნენ ამ ლექსის სიტყვებს, რომ ვერასდროს გაიგებდნენ და შეიგრძნობდნენ. სამყარო ამ დროს უსამართლო იყო. სამართლიანობის ნაწილი მაინც გოგონასა და მის მეგობარს უნდა აღედგინათ. გოგონა მილიციელს წინ ჩაუარა, არაფერი უთქვამს, უბრალოდ შორი ახლოს გაჩერდა და ჯიქურ უმზერდა. ვა, ეს ვინ მოსულა აქა, თქვა მილიციელმა. რა იყო? სახლიდან გამოგაგდეს ამ ღამეს. მის წინ მდგომი დუმდა, მილიციელისთვის ერთი სიტყვაც არ ემეტებოდა. მუნჯი ხომ არ ხარ? კითხა კაცმა, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს? საკმაოდ გაზრდილ ხარ უკვე. მშიერი ხომ არ ხარ? გინდა პურის ნაჭერი მოგცე. მილიციელს შემდეგი ფრაზის თქმა აღარ დასცალდა. მთელი მისი ყურადღება გოგონასკენ იყო მიმართული და ვერ შეამჩნია, რომ ზურგიდან ბიჭი მიუახლოვდა, რომელმაც თავში მოზრდილი ქვა ჩაარტყა და გრძნობა კარგახნით დააკარგვინა. მოდი, დამეხმარე, მოესმა ბიჭს გოგონას ჩუმი ხმა. მათ დიდი სიფრთხილით გადაიტანეს მიხას ცხედარი, მცირე მოშორებით შემდეგ ბორბლებზე ნაჭერ შემოხვეულ ურემზე დადეს და ნელ-ნელა უჩუმრად გაერიდნენ საშინელ ადგილს. სანამ ცხედარი ურმამდე დიდი გაჭირვებით მიიტანეს, გოგონას ცხადად ჩაესმოდა ძმის ბოლო სიტყვები. არც რა ისეთი ძიმე სუბუქიც რომ არ იყოს. ტყის სიღრმეში შევიდნენ და ცხედარი წინასწარ გათხრილ საფლავში ჩაასვენეს. შემდეგ ეს ადგილი საგულდაგულოდ მოასწორეს და როგორც შეძლეს ისე დაამსგავსეს ჩვეულებრიობას. გამთენიისას თოფების სროლა რო ატყდა, ყველამ გაიგო რაც მოხდა. ადამიანებს ძალიან ეშინოდათ, მაგრამ თავისთვის ჩურჩულებდნენ. ღმერთმა დალოცოს ის, ვინც ეს საქმე გააკეთა. მილიციელებმა ბევრი კაც თუ ქალი დაიბარეს და ყველა დახკითხეს. არავინ არაფერი იცოდა და რა სიტყოდა. ბოლოს გოგონას ჯერიც დადგა. სად იყავი წუხელ საღამოს? ავად ჰკითხა მილიციის უფროსმა. სახლში. ვინ დაგიდასტურებს ამას? ვერავინ ბატონო. ჩემები ყველანი დაიხოცნენ.
ამ წუთას დაგიჯერეშე გველის წიწილო დაუღრიალა მილიციის უფროსმა და ხელი გაარტყა. წუხელ ერთი კაცი მოდიოდა გვიან ღამეს სახლში და იმან დაგინახა ოთახში რომ შედიოდი. ყველაფერს მეტყვი ან შენ თავს დააბრალებ მერე. არაფერი ვიცი, მშვიდად თქვა გოგონამ. რამ ძიმე და რამ სუბუქი სიტყვები იყო. დაკითხვა რამდენიმე დღე გაგრძელდა. გოგონას სცემდნენ, ასულიერებდნენ და ისევ სცემდნენ. ცრემლიც არ გადმოვარდნია მშვენიერი თვალებიდან. არაფერი ვიცი, მხოლოდ ამას იმეორებდა ღვთის წინაშე გაკერპებული და. ბოლოს თავი დაანებეს. ვიღაც ძალიან უფროსმა თქვა, რომ მიხა ხელაშვილის მოკლამ და უკვე მოკლული სამაგალითო დასჯამ მიზანს მიაღწია და დამატებითი მსხვერპლი საჭირო აღარ იყო. ადამიანთა სისხლის მსმელი საბჭოთა წყობილება მცირე ხნით დაშოშმინდა. გოგონამ ერთხანს კიდევ მოიცადა და როდესაც ყველაფერი საბოლოოდ მიწყნარდა, თავის მეგობართან ერთად ძმის საფლავს მიადგა. მინდვრის ყვავილები მიიტანა, ზედ დააწყო. მერე წამოდგა. ოდნავ გაიღიმა. და ცისა და მიწის გასაგონად თქვა, რამ სუბუქი იყავი, ძმაო. ახლა მინიატურები აქ კიდევ ბევრია ძალიან, მაგრამ აი ერთსაც პატარას წაგიკითხავთ და მერე გადავიდეთ მომდევნო კიდევ უფრო მცირე ფორმებზე. აი ნახოთ აბა ეს. ქუჩა ქალაქში. ის მოდიოდა თეთრი კაბით, გამართული, ამაყი და მშვენიერი. 7 ნაბიჯებით მოუყვებოდა ქალაქის ქუჩას. ყველასათვის სასურველი და სიყვარულისგან უარყოფილი. უამრავი თვალი მიაცილებდა ამ გზაზე. დაინტერესებული, გულობრყვილო, შემწოდებელი, დაუნდობელი, მრისხანე, შურიანი და არაფრის თქმელი. ეს თვალები მისით ავსების ღირსნი არ იყვნენ. სამყარომ წააგო ამ ქალთან ომი, რომელიც გამარჯვებულს არ დაუწყია. მეტიც, მას ეს ომი საერთოდ არ შეუმჩნევია, რადგან უყვარდა. ახლაც უყვარდა ქუჩაში რომ მოდიოდა თვალების ალყაში. ზუსტად იცოდა რომ ყველაფერი დამთავრდა. ის აღარ დაბრუნდებოდა. მან უარყო მუსიკა, რომელიც თავად დაბადა. თითქოს მანქანების ხმაც არ ისმოდა. ადამიანებსაც ლაპარაკი დაავიწყდათ, აღარ შეეძლოთ, ან არასდროს იცოდნენ. ერთი ბგერაც კი შეურაც ყოფდა შესაქმის 6-ვე დღეს. ამას ისინიც გრძნობდნენ, ვისაც ამ დღის გათენება უხაროდა. არის დრო, როდესაც ბოროტებაც კი წესიერად იქცევა. მოდიოდა ქალი ქუჩაში, რომელიც ამ წუთას ყველა სხვა ქუჩას ჯობდა, 1000 თვალი ვერ უძლებდა ამ ქალით ავსებას. სიყვარულს ერთდროულად უყვარდა და ეზიზღებოდა თავისი თავი. ის მოდიოდა არაფერზე ფიქრით, მხოლოდ საკუთარი ნაბიჯების განცდით და ღიმილით, რომლის მსგავსიც არასდროს უნახავთ. ქალმა იცოდა, რომ ეს ქუჩა დაუსრულებელი იყო და მასზე ღამე ვერ დადგებოდა. ის, რაც ასეთი მშვენიერია, ყოველთვის მარტოა. ამიტომ ჰგავს მშვენიერება სიკვდილს. მაგრამ რატომ ჰგავს ასე სიცოცხლესაც? ახლა მე მინდა წაიკითხო თქვენ ეგრეთ წოდებული პოეტური მოთხრობები, პატარ-პატარა ტექსტები. ამ დილას ერთ-ერთ გადაცემაში ვამბობდი, თუ გუშინ აღარ მახსოვს, რომ ესენი კამფეტებივით არის, რომ გასინჯევდა გეგემრიელებმა. ან არა, არ ვიცი, ახლა ვნახოთ. ახლა შემთხვევით აღმოვაჩინე ჩემი მეგობრის ხმოვანი შეტყობინება.
მეპატიჟება გარეთ მშვენიერი ამინდია, ცოტა გავისეირნოთ და მერე თითო ჭიქა წავუქციოთ ჩვენიანებსო. სახლში მარტო ვარ, არსად მივდივარ. ვისკის ბოთლს ხსნი, 2 ჭიქას ვავსებ და რამდენიმე სიტყვას ვამბობ. ჩემი მეგობარი ვეღარაფერს დაამატებს. უკვე მეორე კვირაა ცოცხალი აღარ არის. შემდეგი. გამოიარა ისტორიამ და მითხრა რა მოხდა. გამოიარა ძალაუფლებამ და მითხრა რატომ მოხდა. გამოიარა სიყვარულმა და მითხრა რისთვის მოხდა. გამოიარა მშვენიერებამ და მითხრა როგორ ცდილობდა რაღაცისთვის მაინც მიეცა აზრი. გამოიარა სიკეთემ და მითხრა რა გზით მევლო. გამოიარა ბოროტებამ და უდღეურად გამიცინა. გამოიარა სიკვდილმა და მიბრძანა ყველაფერი დამევიწყებინა. ახლა მარადისობას შევცქერი და ერთი რამ მახსოვს მხოლოდ როგორ გამოიარა სიყვარულმა. მეათე გვერდია. რა არის სიყვარული? ვკითხე სამყაროს. სურნელიაო, მითხრა ბალახმა. გზაო, მითხრა ჭიანჭველამ. ფრთებიაო, მითხრა მერცხალმა. გალობაო, მითხრა სულიკომ. რწმენაო, მითხრა ტაძარმა. მდობაო, მითხრეს მშობლებმა. მარადისობის ფესვიაო, მითხრა ვარსკვლავმა. სწრაფვაო, მითხრა მდინარემ. შენ კი არაფერი გითქვამს, უბრალოდ გამიღიმე და საჩვენებელი თითი გამოიშვირე ჩემკენ. მეგობარს ვესტუმრე და მაგიდაზე ედო ერთი ჭიქა წყალი, დანთებული სანთელი, ქვიშის საათი და ნახატი, რომელზეც ვიღაც კაცი წითელ ბუშტს ბერავდა. კედელზე ჯვარი და ხმალი ეკიდა, ორივე ძველის ძველი. ვეკითხები, რაც გჭირდება, ყველაფერი აქ გაქვს? პასუხობს, ხო, ყველაფერი რაც ღმერთს სჭირდება, ჩემგან. გუშინ მოხუცი ქალი გადამყავდა ქუჩაზე, ეს ახალია, ის იქ დამთავრდა. რამდენი ვიკითხე, რომ კორექტული არ ყოფილიყო და მაინც გაპარულა. გუშინ მოხუცი ქალი გადამყავდა ქუჩაზე. რომ გადავედით, მადლობა მითხრა და მერე უცბად ასე მომმართა. აი ამ კუთხეში 65 წლის წინ სიყვარული ამიხსნეს. ხომ არ იცით, სად გაქრა ის დღე? მის მშვენიერ თვალებს შევხედე, ნაოჭიან სახეს რომ არაფრით ურიგდებოდა და რატომღაც მომინდა ასე მეპასუხა. არსადაც წასულა, ის ყოველდღე თენდება. გამიღიმა, თავი დამიქნია და იმ გასათენებელ დღეს ისე შეესაღამოვა, თითქოს არასდროს მოუკვდებოდა ადამიანს, რომელიც გვერდით მოკვებოდა, მაგრამ არ ჩანდა. მაგიდაზე ჩემთვის ძვირფასი წიგნი დევს. ეზოში ცივი წყარო მოწანწკარებს. მზე კარგად იქცევა. ცა სილურჯეს აღიმილებს. პატარა ფინია გატრუნულა და სახლთან ახლოს წევს. სახლი თავის ხეობას ისე არ დარდობს, როგორც სახლობა უხარია. სიოს ნიავი უფრო ეთქმის. არსად ეშმაკის ნასახი არ არის. გვერდზე ეზოში ვიღაც გიტარას უკრავს და სტუმრები ისე მღერიან, თითქოს ეს სამყარო რომელიღაც სხვას თავს აწონებდეს. მე კი ამას ყველაფერს ვუმზერ, განვიცდი, მესმის, მაგრამ მხოლოდ ეს მეფიქრება. ნეტავ ახლა სათხარ. ამ კაბას ვერავინ მოიხდენს შენსავით. ამ ღიმილს ბადალი არ შეიძლება მოეძებნოს. შენსავით ვერავინ დადის. ასეთი სურნელი ვის შეიძლება ჰქონდეს.
ეგ ხელი ყოველთვის სხვისაზე თბილია. რომ მეხუტები მგონია მთელ სამყაროს ვუყვარვარ. ეს წყარო შენთვის მოწანწკარებს, ეს ჩიტი შენთვის გალობს, ეს მზე შენთვის ამოდის, ეს ზღვა შენთვის ხმიანობს, ეს მთა შენთვის ინისლება. ხმა ანგელოზებმა გაჩუქეს. მთელი სამყაროს შოკოლადებს შენთვის აკეთებენ. რომ მეუბნები მიყვარხარო 1000 ჯერ ვკვდები რომ მაგ სიტყვისთვის კიდევ გავცოცხლდე. შენ კი მხოლოდ 6 წლის ხარ. კარგით, აბა ესეც ნახოთ ერთი. $115, ხო? $1000 ღიმილში გამოგარჩევ. 1000 ხმაში გამოგარჩევ. 1000 სიარულში გამოგარჩევ. 1000 ხუმრობაში გამოგარჩევ. 1000 სევდაში გამოგარჩევ. მხოლოდ შენ ვერ გახდები ვერასდროს 1000. ვერც 2. არავინ იცის სად უფრო ანთია მზე, ცაზე თუ ჩემში. არავინ იცის სად უფრო ლივლივებს ზღვა, ცის ქვეშ თუ ჩემში. არავინ იცის სად უფრო ღიეს ღმერთი, მიირიად სამყაროში თუ ჩემში. არავინ იცის სად უფრო მეტია თავისუფლება, კარგ წიგნებში თუ ჩემში. არავინ იცის სამყარო მქმნის მე თუ მე ვქმნი სამყაროს. მხოლოდ მე ვიცი რატომ მიდევს გულის ჯიბეში შენი გადაწერილი ჩემი ლექსი და ფოტო, რომელზეც ჩემთვის იცინი. და ეს ბევრი აქა, მაგრამ ამას ბოლოს წაგიკითხავთ ამ პოეტურ მოთხრობათაგანს. პატარა გოგოს ბრმა ხანდაზმული გადახავს გზაზე. პაწაწინა ხელი კაცის ვეება მტევნისთვის ჩაუკიდია და სერიოზული სახით მიიწევს წინ. ყველა მანქანა გაუჩერდა. უნდა აცალონ თავისი დიდებული საქმე გააკეთოს. შუქნიშანზეც თითქოს წითელი ფერი დროზე ადრე აინთო და ფეხს აღარ იცვლის. მიდიან პატარა გოგო და ბრმა კაცი და მანქანებში მსხდომთა კეთილი ფიქრები მიაქვთ. სწორედ ასე გადაგყავდი შენ სიყვარულის გზაზე. ახლა რაც შეეხება პროზაულ ტანკებს. აბა ვნახოთ რა გამოვიდა ამ საქმიდან. წეღარო ვახსენე 6 წლის გოგონა ის ერთ-ერთი ტანკას გმირიც არის. ჩემი 6 წლის მეგობარი გოგონა სამყაროს შემყარებელი თვალებით მეუბნება. გია იცი რა, ჩვენ ერთმანეთს ვუყვარვართ. ღმერთო, რატომ იცი ასე მოულოდნელი სტუმრობა? დავცქერი ბლოკნოტს, რომელშიც შენთვის ლექსებს წერდი. ის კი დიდი ხანია შენთან არის და ჩემს მზერას უფლებას არ აძლევს სხვაგან იყოს. პატარა ჩიტი დილიდან გალობს ჩემს ფანჯარასთან. ალბათ ის ჩვენი ბოლო შეხვედრის სევდას მიყვება. აი კიდევ ერთი ჩიტზე. ბავშვები მკვდარ ჩიტს მარხავენ ეზოში, დიდი ამბით. არც კი იციან რომ ჩემი გულია. უცნაური სარკე მაჩუქეს დაბადების დღეზე. წიგნში ხელში რომ მეჭირა რომანის პერსონაჟი კითხულობდა ამავე წიგნს, რომელშიც ჩემი ამბავი იყო მოთხრობილი. ქალს რომ შეუძლია პოეზია იყოს, ისე ვერც ერთი ლექსი ვერ იქნება. მის მზერას მხოლოდ წამის მეათედი ყოფნის იმის სათქმელად, რისთვისაც ლექს ერთი ფრაზა მაინც შირდება.
შენი ნაჩუქარი ლექსების კრებული ვნახე ამ საღამოს თაროზე. ზედა წერია: არც ერთი რითმა არ ღირს აზრის დაკარგვად. სევდის პატარა წიგნია. მესულელმა სწორედ ასე დაკარგე. ძველი პიჯაკის გულის ჯიბეში ახლა ვიპოვე ვერცხლის ბეჭედი, რომ გაჩუქე და უკან მომეცი. ზედა წერია შენი სახელი, ასე ძვირფასი და უშორესი. ერთი ორი ნიმუში წავიკითხოთ კიდევ ამ ტანკების. ნაპირთან ნაცნობ ქვაზე ვზივარ. ჩემი პირველი სიყვარულის სახელი გავატანე ამ მდინარეს დიდი ხნის წინ და ახლა კიდევ ჩამოატარა. რა შეუძლია ღამეს გათენდეს? რა შეუძლია ამ თასს შეივსოს? რა შეუძლია ღიმილს გაბევრდეს? რა შეუძლია სიტყვას გაცოცხლოს? და შენ კი ძალგიც შენთვის მოხდეს ეს ყველაფერი. ახლა მივადექით ჰაიკუს. პირველად რომ გავეცანი ამ ჟანრს თუ ამ ფორმატს, გავიფიქრე, მაგრამ რა შეიძლება თქვას ადამიანმა სამი სტრიქონით. იაპონელები როგორი ოსტატები არიან ამ საქმის, თქვენ კარგად მოგეხსენებათ. აქ სხვათა შორის ერთი ოსტატი ყავს კიდე, პაატანაცვლიშვილი ზისეგერი იქ სადღაც, რომელიც ქართველთაგან ერთი გამორჩეული ოსტატია ამ საქმის. აბა მაშინ დავიწყოთ. დგას უცხო ქალი შუა ქუჩაში და ყველას ელის ალბათ ჩემ გარდა. სწორედ ამ წუთას გამეუცხოდა. სიკვდილს, რომელიც მე დამასრულებს, მომდევნო დღე არ გაუთენდება. თვითონაც რა კი მოკვდება ჩემთვის. დაბადებისას ვერ გადავწყვიტე სიცოცხლისთვის მე თქვა არა თუ კი და ბოლოს თქვი არა კი. ძველ წიგნში მიდევს ის ყვავილი შენ რომ მაჩუქე. დიდი ხანია უსიცოცხლოა, მე კი მაცოცხლებს. რომელი გვერდია ესა? რამდენი სახე აქვს სიტყვას და რა უსახურია, როდესაც შენ ამბობ, ვნახოთ. სამყარო მომცა მე განგებამ მითხრა შენია. მერე წარსულმა მომაძახა ვის შერჩენია. უმზერს იესო აღმართული ჯვრიდან გზასავალს და სულ ბოლოში ძლივს გამოჩანს ადამიანი. არაფერს შეუყვარდა ყველაფერი და ქალ-ვაჟი შეეძინათ. განა და თითქოს. ამოდის სახლში მეღიმილება დედა ფანჯრიდან, ალბათ არ იცის ის ფანჯარა რომ არ არსებობს. საით გარბი ხარ მშვენიერებავ, უკვე გაიგე მომავალთან რომ ვერ გამოგყვები. განა რას გეტყვის იმაზე მეც შენი ცხოვრება, დაუწერელი წიგნები რომ მოგიყვებიან.
175 გვერდია, ხო ესა? ხო. გაფრინდა წერო, გადაღლილი. ფრთებს გააყოლა, რაც სიკეთე გადაურჩათ ადამიანებს. რაო ბეღურავ, სულ არ გიხმობენ თბილი ქვეყნები. მე ჩემი ქვეყნის სიცივე მათბობს. სულ შენს ღიმილს დავდევდი და ყველგან ერთი წამით დამაგვიანდა. ბოლო დღის ქვაზე აწერია, აქ არის კაცი, რომელსაც ყველა უყვარდა და ერთისთვის იცოცხლა. მოდით ვნახოთ ახლა ესეც. მეორე ხო? ხო არა. მამალს ჯერ არსად უყივლია, მე კი მესამეთ ვუღალატე ჩემ თავს უფალო. მოდით დღეს თქვენ მასწავლეთ, უთხრა მასწავლებელმა მოსწავლეებს და იმ დღეს სამყარო შეიცვალა. სევდამ შემიპყრო, როდესაც ვნახე, სულ მარტო მოკვდა დიადი მეფე, როგორც ბოგანო სადმე გზის პირას. ჩემმა შეყვარებულმა ბაზარში დამტოვა, ეს გამიყიდეო, თვალების ციმციმი, როგორ გავყიდო. სამყაროს ცენტრი სად არისო, შენ მეკითხები? ყველგან, სადაც კი ჩემს სიყვარულს გაეღიმება. ეს არის ეს მონაკვეთი, რომელიც აქ ძალიან დიდხანს გრძელდება და მე მინდა რომ ერთი მინიატურით და ერთი-ორი ჩანაწერით დავაბოლოვო. ერთი წამით. შეკითხვა, ასე ქვია მინიატურას. გახსოვს შენ რომ მითხარი, სუსტს, გაჭირვებულ და საფრთხეში ჩავარდნილ ადამიანს უნდა დაეხმარო. ეკითხება პატარა ბიჭი ბაბუას. კი, მახსოვს. ხო და დღეს ჩემი ერთი კლასელი მეორეს სცემდა და არ დავეხმარე. რატო? ვინც სცემდა, ჩემი მეგობარია და ვისაც სცემდა, ის ბიჭი არ მომწონს. სულ იტყუება და ყველას აბეზღებს. რატომ უნდა დავხმარებოდი? ბაბუამ ხის ფოთლებში გამომჭვირვალ მზეს შეხედა, შემდეგ მზერაშვილის შვილზე გადმოიტანა და ჰკითხა. მაგრად სცემა? ხო, ძალიან, ის ბიჭი ამბობდა მტკივაო. არ შეგეცოდა? ცოტა კი. ინანე რომ არ დაეხმარე. რა ვიცი, არ გამხარებია. იცი შენში ვის არ გაუხარდა, რომ არ მიეხმარე. ვის? მაგას სინდისი ჰქვია. ყველა ადამიანს დაბადებიდან საჩუქრად ეძლევა ღმერთისგან და არასდროს შორდება. მეც მაქვს? კი, ხომ გითხარი, რომ დაიბადე უკვე გქონდა. ესე იგი, რასაც ვგრძნობ, ჩემმა სინდისმა მითხრა? დიახ, ასეა. ახლა რა ვქნა, ის ამბავი ხელახლა ხომ არ განმეორდება, რომ უკეთესად მოვიქცე და გავაშველო. ბაბუამ ყველაზე მშვიდი ხმით უთხრა. ღმერთი ყოველდღე გვაძლევს შესაძლებლობას უკეთ მოვიქცეთ. შენც, მეც, ჩვენიანებს, სხვებსაც და ერთიც დაიმახსოვრე. თუ რაღაცის მტკიცედ გჯერა, ეს რწმენა შენს მტერზეც კი უნდა გავრცელდეს. არ შეიძლება ერთ დღეს კარგი იყო და მეორე დღეს ცუდი. ვიღაცას კარგად მოექცე და სხვას უარესად. ასე საკუთარ თავს დაანაწევრებ და სული გეტკინება. სულსაც სტკივა? ძალიან სტკივა, უფრო ძლიერად ვიდრე შენს სხეულს. დღეიდან ყველას დავეხმარები, რომ არ ამტკივდეს.
ბაბუამ გაიღიმა და თქვა: "ოდესღაც ერთ მშვენიერ დღეს ეს მეც მასწავლეს. ნეტავისე მეცხოვრა, ახლა შენთან საუბრისას რაღაცები არ გამხსენებოდა. ბოდიშს გიხდი ამისთვის." "მე მიხდი ბოდიშს, ბაბუ?" "ხო, შენ. მხოლოდ შენ შეგიძლია მაპატიო ის, რისი პატიებაც სხვამ ვერ მოასწრო." "მაპატიებ?" ბიჭმა ხის ფოთლებში გამომჭვირვალ მზეს შეხედა. შემდეგ მზერა ბაბუაზე გადმოიტანა, გაუღიმა და უთხრა: "ჩემმა სინდისმა უკვე გაპატია." ებრაელებს აქვთ ასეთი გამოთქმა: თუ ოქრო და წიგნი დაგივარდა, ჯერ წიგნი აიღე, შემდეგ ოქრო. ყველა ადამიანს ცხოვრების ღირებულებათა საკუთარი იერარქია აქვს. ეს არ არის უბრალოდ მასლოუს პირამიდა, რომელიც ჯერ შიმშილს სცნობს და მერე ღირსებას. ეს უფრო მეტია და ამ მეტობას გონებასთან ერთად გული და სინდისიც ქმნის. არავინ გეუბნება ოქრო არ აიღო, მაგრამ ჯერ წიგნი აიღო. ეს პრაქტიკულადაც მართებულია. თუ კარგად გამოიყენებ, წიგნი უფრო მეტ ოქროს გაშოვნინებს, ვიდრე ოქრო წიგნს. დაუჯერეთ ძველ გამოთქმებს, ხანდახან ისინიც მართალს ამბობენ. კარგი და აბა რომელი იყოს ბოლო? აი ეს მაგალითად. იმასთან შედარებით რომ მოკვდავნი ვართ, ყველაფერი რა უმნიშვნელოდ გამოიყურება რა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ვაფასებ იმას, რომ წვიმა დაამტკიცა.